მოიქნო მთავარეპისკოპოსო და ეპისკოპოსი. ქრისტეს მიერ საყვარელო ძმანო და დანო. მე შეგნებული მაქვს ის უმძიმესი და ამავე დროს საპატიო მოვალეობა, რომელიც დღეს ის ამ წმინდა ტაძრის თაღებს ქვეშ და მაკისრა მაღალმა ღმერთმა. მუხსვიტრი მისი ძლიერების წინაშე და თაყვანსავს ცემ მარადიული ნათლით მოსილ ხსენებას მისას. თავს ვიხრი საქართველოს ეკლესიისა და მისი მრევლის ქართველი ერის წინაშე, რომელსაც სასწრებით უნდა ემსახუროს ჩემი ძალი და ჩემი გონება. ქართველი ერი და ქართული ეკლესია მუდამ ერთად იყო. სიმკურთხეულო ივერნო, მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და სიყვარული ღვთისა და მამისა და ზიარება სულისა წმინდისა იკავ თქვენ ყოველთა თანა. ამინ. არ დავინახოთ ის რეალური საშიშროება, რომელიც დგას ჩვენს წინაშე. აი ამიტომ მე მოვედი აქ, რომ დაგლოცოთ, რომ დამთავრდეს ეს შეყრილობა. მე მოვედი იმისათვის, რომ წავიდეთ ტაძარში და მადლობა შევსწიროთ ღმერთს გადარჩენისათვის. მე ახლა მაცნობეს, რომ საშიშროება რეალურია. შეიძლება ამ საშიშროებამდე დარჩა სულ რამდენიმე წუთი. ამიტომ ჩემო სულიერო შვილებო, გეძლევათ ლოცვა კურთხევა, რომ აბრძანდეთ ახლა და წავიდეთ ერთად ქაშვეთის წმინდა გიორგის ეკლესიაში და მადლობა შევსწიროთ უფალს. არა! უყურებ ჩემს წარსულს, მე ვხედავ, რომ ყოველ დღიური მოწამეობა იყო და არის აი ამ 30 წლის განმავლობაში და ღვთის მადლი და ღვთის სიყვარული რომ არის და თქვენი სიყვარული და თქვენი თანადროვა ადამიანი ვერ დაუწევს დამჭვარს. მე ვარ პირველი სოციალთა შორის. აი ამ წმინდა დღეს მე მუხმოვებით ვქონთ ჩემი და მამაკაცის წრემლივით წმინდა ლოცვის დროს წრემსაღური ბალღი ვითაო ხარ თეთრადა თეთრი მყინვარი ვითაო ღმერთის რჩეულო ქართველო ნახეთ მინდორში დაყრილი ჩვენი ვაჟკაცები. აფხაზეთი და სამაჩაბლო იყო და დარჩება საქართველოს შემადგენლობაში.
სამტერსაო გენახოს ერის მშვიდობა დაძლევა შამის ძნელისა ერთიან საქართველოში გამთლიანება ერისა პირველი ლოცვა უნდა იყოს სამშობლოსათვის. პირველი სიკეთის კეთება უნდა იყოს სამშობლოსათვის. მე მახსენდება ჩემი პირველი ვიზიტი იერუსალიმში და როცა ჩვენ ცალ-ცალკე შევდივოდით მაცხოვრის საფლავთან და როცა გამოვედით ყველას წრებლი ჰქონდა თვალებზე და მე ვკითხე, აი პირველი ლოცვა რა იყო თქვენი მეთქი და ყველამ თქვა სამშობლო გადაარჩინიო. ვიყვარხარ პატრიარქო! მიდი დაყოლე. ჩემი პატრიარქობა იყო ზიანი ღამე. არავითარ შემთხვევაში არ დაკარგოთ ადამიანის სიყვარულიდან და ადამიანის იმედი, ადამიანის ნდობა. ღმერთმა დაგლოცოთ ჩვენთან არის ღმერთი. ქვეყანაში გლოვა გამოცხადებული, მთელი საქართველო არის ჭირისუფალი, ერმა დაკარგა სულიერი საყრდენი, ყველაზე მაღალი ავტორიტეტის მქონე ფიგურა, რომლის სახელს უკავშირდება არა მხოლოდ საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის რეპუტაციისა და გავლენის უზარმაზარი ზრდა, არამედ 59 წლის განმავლობაში ის იდგა საზოგადოებრივი ცხოვრების ცენტრში. კათოლიკოს პატრიარქის თითქმის ნახევარ საუკუნოვანი მოღვაწეობის მანძილზე საქართველოს ეკლესიის ეპარქიათა რიცხვი 15-დან 47-მდე გაიზარდა. სასულიერო პირთა რიცხვი კი 2000-მდე გაძლიერდა, სამონასტრო ცხოვრება მოხდა, ახალი წმინდანების კანონიზირება აშენდა საქართველოში ყველაზე დიდი ეკლესია. წმინდა სამების საკათედრო ტაძარი, სადაც დღეს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი გადაასვენეს და სხვათა შორის 24 საათის განმავლობაში ტაძარი ღია იქნება ნებისმიერი მსურველისთვის, ვისაც უნდა რომ პატრიარქს პატივი მიაგოს და გამოემშვიდობოს ბოლო გზაზე. ერთი მოკლე ისტორია მინდა მოგიყვეთ, თუმცა ვცლად ამაზე თავად ამ ისტორიის ერთ-ერთი მთავარი გმირი ისაუბრებს. მამაჩემი ჯავაში იყო და ტყვედ ჩავარდა, 10 აგვისტოს მასთან კავშირი სრულად გაწყდა. მახსოვს ჰოსპიტალის ტერიტორიაზე მიცვალებულებისა და დაკარგულების სია იყო გამოკრული. იმდენად ბრნელოდა, ასოების გარჩევა ჭირდა და მამას სახელი და გვარი რომ ამოვიკითხე, ვერ მივხვდი რომ დაკარგულების სიაში იყო. ჩავთვალე, დაღუპულა მეთქი და ტირილი ამივარდა.
როცა მამა მიქაელმა უწმინდეს უთხრა, მამამისი ტყვედაა ჩავარდნილიო, დამლოცა. იცოდე ყველაფერი კარგად იქნება და მამაშენი ცოცხალი ჩამოვაო და მართლაც. 27 აგვისტოს მამა კავშირზე გამოვიდა. პატრიარქმა სხვანაირი ნუგეშის ცემა იცის. ჩემთვის ის წმინდანია, მისი არაერთი წინასწარმეტყველური ნათქვამი ამსრულებიაო. ამ სიტყვების ავტორი უნდა შემოგვიერთდეს ახლა ალთანდილ გიუნაშვილი, საქართველოს საბერძნეთის მეგობრობის ასოციაციის პრეზიდენტი. მოგესალმებით, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. თქვენი პატრიარქთან ურთიერთობის ისტორია აგვისტოს ომამდე გაცილებით უფრო ადრე იწყება. თუ არ ვწდები, ჯერ კიდევ სასულიერო აკადემიაში სწავლისას გაიცანით პატრიარქი. აი თუ შეგიძლიათ მოგვიყვეთ თქვენი, ასე ვთქვათ, მასთან ურთიერთობის გზაზე ყველაზე საინტერესო, ასე ვთქვათ, მომენტები რომ გაგვიზიაროთ. მოგესალმებით. მინდა პირველ რიგში მადლობა უთხრა უწმინდეს. დღეს ყველა მე მგონი დაუბრუნებულები ვართ. ალბათ რთულია ჩემთვის ძალიან რთულია რომ ვისაუბრო უწმინდესზე, იმიტომ რომ ეს იყო ჩემი ცხოვრებისთვის უმნიშვნელოვანესი ადამიანი, რომელმაც განსაზღვრა მთელი ჩემი ცხოვრება შეიძლება ითქვას, აი ემოციების გარეშე ძალიან რთულია ვისაუბრო. იმიტომ რომ დღეს ერთ სასულიერო უსმენდი და მან თქვა რომ მე დავკარგე მამა და დღეს მეორე მამა დავკარგე და ალბათ თითოეული ჩვენთაგანი ასია. ჩემთვის უწმინდესი იყო არა მარტო ის სასულიერო რომელსაც ჩვენ უნდა მიგვიბაძა, ის ადამიანი, წმინდანი, ის მოციქულთა სწორია. ეს არ არის გადაჭარბებული. მან საქართველოს ხელახლა მოაქცია და მე მადლობა უფალს იმისთვის, რომ მე სასულიერო აკადემიაში ჩავაბარე და ჩემი რექტორი იყო უწმინდესი და ხშირად მქონდა საშუალება, რომ მასთან კომუნიკაცია მქონოდა. არ ვიცი, ჩემი ცხოვრება დღეს მე რო საბერძნეთში ვარ, უწმინდესის როცა კურთხევა იყო, მას ძალიან ბევრ რამეზე, არ ვიცი, ვალში ვარ, მთელი ცხოვრება ჩვენ ვალში ვიქნები და პირადად მე მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე. არ ვიცი, განრთულია ბევრ რამეზე ვილაპარაკოთ, აი ეს თქვა რა მომენტიც გაიხსენეთ. ერთხელ უწმინდესთან რაღაც სხვა საკითხთან დაკავშირებით მიმიყვანეს და პატრიარქმა მაჩუქა ხატი და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი და როდესაც იბომბებოდა ჩვენ გორიდან ვარ მოგეხსენება და დედა ჩემს უთხრა რომ დედა არ დაგავიწყდეს ეს ხატი წამოვიღოთ და ბოდიშით არა მესმის დედა ჩემ მაინდა ეს ხატი წამოვიღო ეგონა რომ მალე დაბრუნდებოდით და რომ ჩამოვიდა თბილისში მარტო ხატი წამოვიღო და აი 10 აგვისტო იყო ზუსტად ამ ხატთან ლოცულობდა დედა ჩემი და მე უკვე მამა ჩემი როდესაც ჩამოვიდა ამ ტყვეობიდან როდესაც დაბრუნდა 10 აგვისტოს გაწყდა კავშირი მამა ჩემთან და არა აი ეს პერიოდი ზუსტად აი დროის თვალსაზრისით ძალიან ემთხვევა როდესაც დედა ჩემი ამ ხატთან ლოცულობდა ეს ხატი მე დღეს ათენში მაქვს ჩემს სახლში და აი მაშინ გადარჩა მამა ჩემი გადაარჩინა ერთი ქალის დაძახება ამ როდესაც დახვრეტას უპირებდნენ ამ ქართულ ტყვეებს და უთხრა რომ ისინი მისი სტუმრები იყვნენ არ ვიცი ეხა ამ ისტორიაში ეს ქალი რეალური ქალი იყო არ იყო მაგრამ მე დავინახე და ვხედავ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის აი ამ შეწევნას და აი უწმინდესმა ჩვენ ყველას რაღაცნაირად ესეთი სტუდენტებს ესეთი რაღაც გამოკიდებულება რასაც ჩვენ ვერ ვიაზრდით მე აი შემიძლია ვთქვა რომ ის 2500 სტუდენტი რომელიც იმ პერიოდში სწავლობდით და ეს ყოველწლიურად იყო აი კარი გავხსნა სასულიერო სემინარია და აკადემიის და ჩვენ ყველას მოგცა საშუალება რომ გვესწავლა და ის პირადად ისეთ რაღაცას გვასწავლდა ისე ის ადამიანობას გვასწავლიდა პირველ რიგში მე ასე მგონია მე იმაჩნია რომ იმ პერიოდში 2003-2010 წლებში განსაკუთრებით
არ ვიცი ახალგაზრდობისთვის უწმინდესი იყო აი მაგალითი, პირადი მაგალითი, მამაშალვა საუბრობდა, მე და მამაშალვა ერთად სწავლობდით და საუბრობდით, რომ კელაპტარივით დაიღვენთ, აი ჩვენს თვალწინ პატრიარქი დაიღვენთა და არ ვიცი, ჩვენ ყველა თითოეული ქართველი ჩვენი სარწმუნოების მიუხედავად ალბათ ყველა მამათ აღიქავს მის უწმინდესობას და ჩვენთვის ძალიან რთულია, თითქოს აი ველოდებოდით, რომ უწმინდესი ცუდად იყო და გუშინ ისეთი ცუდად ვიყავი რაღაცა მთელი დღე, სანამ ამბავს გავიგებდი მან მოკეთდა. აი შინაგანი გვაქვს ალბათ ყველას, ალბათ მარტო მე არ ვარ ასე. არ ვიცი, აი სულ ფიქრობ, ეხლა ისე მინდა რომ წამოვიდე საქართველოში, მაგრამ თან მე შინია რაღაცნაირად რომ უწმინდესი აი კადრებს უყურებ რაღაცა, მაგრამ ის პირადად უწმინდესი იყო ავთანდილ, ხო? თუ არ ვწდები უწმინდესი იყო, ვინც თქვენი ასე ვთქვათ რწმუნების მიუხედავად ამბობდა გიწინასწარმეტყველად ფაქტობრივად რომ თქვენ საბერძნეთში სასწავლებლად წასული დიდი ხნის განმავლობაში დარჩებოდით იქ და როგორც ვიცი არაერთი მისი წინასწარმეტყველება ამხდარა ამის შესახებაც მოგვიყევით რა ხო აი თითქმის გადაწყვეტილი იყო ჩემი წამოსვლა საბერძნეთში 2009 წელი იყო და მეუფე ანდრია გვაზავა მიმიყვანა უწმინდესთან და ქალბატონმა შორენამ რომ ანუ საბოლოოდ უკვე უნდა გამოსულიყო დალოცვით უნდა დაველოცით და აი მამა მიქაელიც იყო იქ და დაადასტურებს და რამდენიმე სტუდენტი ვიყავით და ყველა დაგლოცა და მოუტრიალდა ჩემზე და აღოს რომ შენ აღარ ჩამოხვალ დიდი ხანი და ვერ მივხვდი რას მეუბნებოდა იმიტომ რომ ჩემთვის მაშინ წარმოუდგენელი იყო რომ მე საქართველოსდან ასე ამდენი ხნის მანძილზე წავსულიყავ ფაქტურად არც კი სხვა ქვეყანაში არც კი ვიყავ ფაქტურად მან თურქეთში ვიყავ მეგონი ნამყოფი მახსოვს მარტო და ვერ წარმომედგინა რომ ეს რატო თქვა და ვამბუთხარი რომ მე თქონა უცნაურობა როგორც კი დავამთავრებდა სრულად მორჩების სწავლას მე აუცილებლად დავბრუნდები და აი ეს რაღაცა დამბობდა რომ არ ჩამოყვანდა მაშინ ეს მეგონა რომ რაღაცა არ ვიცი რატო ამბობდა ვერ წარმოვიდგინე რაღაცა გაუბრაზდი კიდევაც რაღაცნაირად და შემდგომ რომ გავიდა ეს წლები აი მაშინ მივხვდი რომ თურმე უწმინდესი როგორ წრედდა ყველაფერს და როგორ ყოველთვის წინასწარ აი 2020 წლის პანდემიის პერიოდი იყო შევხვდი დიასპორის სახელით მინდოდა რაღაცა პროექტის გაკეთება და მიგვიღო მის მოუწმინდესობამ და ამბობს იანვარი იყო იანუს ბოლო დღეები იყო და ამბობს რომ მე ვხედავ დაკეტილ სახლებს და თქვენ უნდა დაბრუნდეთ ასე მომტრალდა და მის მოუწმინდესობამ იცოდა ის თქვენობით საუბარი რა ადამიანის ღირსებას ისე უფრთხილდებოდა და მე სულ მახსენდება ხოლმე მისი უწმინდესობის აი ესეთი რაღაც შინაგანი საოცარი დიდი სულოვნება, დიდი ბუნებოვნება ადამიანი რომელსაც აი რომელსაც ახლა გამოდიან და რაღაც სისულებს აუბრუნდნენ ხოლმე მის უწმინდესობაზე, ვისაც მასთან მქონია კავშირი, მან იცის როგორი ადამიანს როგორ დიდ პატივს თემს, რაც არ უნდა პატარა ადამიანი იყო მის წინაშე, თქვენობით საუბრობს და მოკითხება და მეუბნება რომ თქვენ აუცილებლად დაბრუნდეთ წელს. აი რაღაც გამგებარი იყო იმ დროს იმიტომ რამდენი ადამიანი ვიყავით, რატომ მარტო მე და ამბობდა რომ ეს დაიკეტება, ქვეყანა იქნება რაღაცა პრობლემები, ხედავს ნაკეტილ სახლებს და იანვარში ეს ვერ წარმოგვედგინა. 16 მარტს როგორც კი აი ეს პანდემია გამოცხადდა 2020 წელს პირველი რაც გამახსენდა იყო მისი უწმინდესობის აი ეს რომ ის ხედავდა დაკეტილ სახლებს. და ამ წლის ბოლოს 2000 წლის ბოლოს უკვე გარდაიცვალა მამაჩემი სხვათა შორის და აი კიდევ ერთხელ მივხვდი როგორ არ დაუჯერებ მე პატრიარქს და რომ ჩამოსულიყავი არ ვიცი რას ვიზავდი მაგრამ არ ვიცი აი მე ეს ჩემთვის წინასწარმეტყველებია მაგრამ მე რომ არაფერი მე ვინ ვარ არაფერი არა ვარ მასთან შედარებით მე უბრალოდ აი ალაფრისთვის მადლობას ვეუბნები უწმინდესობას იმიტომ რომ მე ძალიან ბევრი ვისწავლე მასთან ერთად ძალიან ბევრი
რაღაცები ეხა ვიაზრებ ბევრ რაღაცას. მაშინ რაც მეგონა რომ აი ეს რანაირად ამბობს ამას უწმინდესი. ერთხელ იყო შემთხვევა სტუდენტ ყოველთვის შაბათობით მოდიოდა ხოლმე და ამბობს რომ საოცარი ადამიანი იყო, აი საოცრება იყო ყოველ დილით მესობის ლოცვაზე დასწრება, დილის ლოცვაზე დასწრება, შემდგომ მან ხშირად იცოდა პირველ კურსელებს რომ ვიყავით. დაგვიძახებდა ხოლმე საპატრიარქოში, სამებაში და რაღაცას გვისაუბრებოდა ხან ფილოსოფიაზე, მუსიკას გვასმენდა. ჩვენ ვერც კი ხვდებოდით რა მხელა მასშტაბთან, წმინდანთან მქონდა საქმე და ყველა თავის ჩვენს გონებას ხსნიდა მისი უწმიდესობა. ეს იყო დიდი მასშტაბის პიროვნება და ერთხელ აი ამ დილის საუბრის დროს ამბობს რომ ის იყო ერთ-ერთ უცხოეთში ერთ-ერთ რელიგიურ ცენტრში და იქ სული წმინდა და ერთი სტუდენტი გამოვიდა და ეუბნება რომ რას კონსულტაცია ეს როგორ შეიძლება რომ იგრძნო სხვაგან სადმე ღმერთი და პატრიარქი მოტრიალად დაუბრუნდა რომ ყოველ დილით ლოცვა რომელი ყოველგან ხარდა ყოველსავე აღავსე. აი ეს ღმერთის აი ეს ბუნება რომ რომელი ყოველგან ხარდა ყოველსავე აღავსე და ეს იგრძნებოდა სულ მუდამ მის უწმინდესობას მიმართებაში. ავთანდილ, განუზომელად დიდი იყო მისი წვლილი და როლი 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ის პირადად მონაწილეობდა ცხედრების გადმოსვენების პროცესში და ასე ვთქვათ ანუგეშებდა მის გვერდით მყოფებს, აძლევდა რწმენას, რომ მიუხედავად იმისა, რომ საომარ ზონაში შედიოდნენ, ნურაფრის შეეშინდებოდათ და თვითმხილველები ყვებიან, რომ ოკუპანტებსაც კი საკმაოდ დიდი პატივისცემა ჰქონდათ მის მიმართ. აი თუ შეგიძლიათ ამის შესახებ რომ მოგვიყვეთ. დავაბრუნებთ ისევ იმედი ავთანდილ წმინდესი გამაერთია როგორც გამაერთიანებელი მისი უწმინდესობის გამაერთიანებელი ფუნქცია ჯერ კიდე მისი დელთავრობიდან გლობიდან იწყება. აი სოხუმში პირველი რაც გააკეთა უწმინდესმა როდესაც სოხუმში იყო და ეს ძალიან სიმბოლურია სხვათა შორის სოხუმის საკითხი, იმიტომ რომ უწმინდესმა ჯერ კიდე სოხუმიდან დაიწყო საქართველოს გაერთიანება და ქართველების შემოკრება, სასულიერო იერარქიის აღზრდა და არა მარტო სასულიერო იერარქიის, ხო? ჩვენ ახლა ძალიან კარგად ვიცით რომ მისი უწმინდესობის ეს თვისება რომ გაერთიანება მოეხდინა ადამიანების შეეძლო ყველასთან საუბარი. აი რუსები როდესაც იყვნენ შემოჭრილები პირველი უწმინდესი წამყვანი სწორედ ხომ და შევიდა და გაარღვია და ჩვენ მე ჰუმანიტარული მისიები როდესაც იყო და შევდიოდით უწმინდესის სახელით ხდებოდა ეს ყველაფერი და რუსები ეს მტერი მოწინააღმდეგე ხო იმ პერიოდში ჩვენი წინააღმდეგობა საერთოდ ვიწოდრენ როდესაც უწმინდესობის სახელს ვახსენებთ ამას პირადად მე ვარ შესწრებული სექტემბრის დასაწყისი იყო მამამიქაელის გამოწმება გორის შესასვლელთან მიქონდა პროდუქტი და თბილისიდან და დაგვდა რუსული ტანკი და ეს ადამიანი იყო მთვალი ნასვამი იყო ისეთ რომ ფეხზე ვერ იდგა და ავტობუსში ამოვიდა და წინ ხატები ჰქონდა ხომ ეს ავტობუსები წინ ჰქონდა ეს პროდუქტები და მოგვადო იარაღი და სადმე გაქვთ ეს საჭმელი ეს პროდუქტი და შურები იყვნენ ის რუსები იქ და მამამიქაელმა უთხრა რომ ეს უწმინდესი საჩუქარია და შენთვისაც გვაქვსო და ხო უწმინდესი მიყვარსო მეო და ჩვენ ვაჩუქეთ და გაგვატარა ანუ ოკუპანტმა თქვა რომ უწმინდესი უყვარდა ხო ეს თქვა რომ უწმინდესი ძალიან პატივისცემდა და გაგვატარა და იმიტომ რომ ის აშკარად სხვა სარწმუნოების ადამიანი იყო, იმიტომ ხატიც დიდი იყო და არ მიაქცია მოსწავლეობა და მამამიქაელმა რომ უთხრა რომ ეს არის უწმინდესი სილია მეორის და ეკლესიის საჩუქარი და უნდა დავხმარებოთ ყველას და მასაც მივცემდით ამ პროდუქტს ხო და მართლაც მივეცით მაგრამ ეს პროდუქტები აი ეს იარაღით იყო პირდაპირ ავტომატ დაიად მომადო მახსოვს წითელი რაღაც პერანგი მეცვა და ეს სიტყვი რო ვიგრძენი ხო ვაუცი აი რაღაცა საშინელის შიშის გზნობა იყო მაშინ და
აი ეს უწყლესი სახელმა გადაგვარჩინა ჩვენ აი ეს მამამიქალი შეუძლია გაიხსენოს ეს ეპიზოდი. ავიცი აი მე როგორც გორელი, როგორც ქართველი, ყოველთვის მადლობელი ვიქნები უწყლესობის. როგორც ერთი სტუდენტი, რომელიც ასულ აკადემიის სემინარიაში ვსწავლობდი, იმიტომ რომ ჩვენ მისმა უწყლესობამ იმ პერიოდში მოგეხსენება სხვადასხვა უნივერსიტეტიდან ხალხს უშვებდნენ ხოლმე და ჩვენს თაობას ესეთი საოცარი რაღაცა გაგვიკეთა, რომ ყველა ეს ლექტორი შეიფარა სასულიერო სემინარია და აკადემია. ჩვენ გვასწავლდნენ მარიკა ლევტიფანიძე, გრიგოლ ფარულოვა, მიერი ჭკულიძე. ეს ხალხი, ვისაც უნივერსიტეტში აღარ აძლევდნენ საშუალებას, ყველანი უწყლესობა მოიყვანა ჩვენთან. და ეს საოცარი თვისება ქონდა მის უწყლესობას, მისგან აი ბევრი გვა კიდე სასწავლო დღეს მისმა მაღალ პოლონურ სიმბოლოსურს ბრძანა, რომ ჩვენი გვიანდერძა და რაც გვიანდერძა ეს უნდა გავაგრძელოთ. მართლა ეს ერთმანეთისადმი ეს დამოკიდებულობა, ეს ერთობა, საოცრება, რაც უწყლესმა გააკეთა ახლა მთელი თავის მოღვაწეობის მანძილზე, რამდენი შეურაცხყოფის მოწამეობრივი გზა გაიარა ხო რეალურად და იცი ხო მოციქულთა სწორი და ალბათ დღეს რო გამოაცხადეს რომ მის უწყლესობა სიონის დედა ეკლესიაში დაიბრძოლება სიმბოლურია, იმიტომ რომ ის მოციქულთა სწორია ფაქტობრივად საქართველოს ეკლესიის და წმინდა ნინოს ჯვარი სწორედ სიონის საკათედრო ტაძარშია და ჩემთვის არის წმინდა მამამთავარი და დავწერე კიდევ ის და არ ვიცი, ჩემთვის არის დიდი წმინდანი. მადლობა. იაროს ნაშრომება მისი გასასწორებელი. მადლობა თქვენ, მადლობა უწმინდეს. დიდი მადლობა მას ყველაფრისათვის. მადლობა ავთანდილ გიუნაშვილს, საქართველოს საბერძნეთის მეგობრობის ასოციაციის პრეზიდენტს უსმენდით. ბევრი თქმულა და კიდევ ბევრი დაიწერება პატრიარქის ღვაწლის შესახებ. მე ძალიან მოკლედ კიდევ ერთხელ გავიხსენებ მის გზას, ჩვენ საუბრობდით, რომ სწორედ მისი ძალიან დიდი დამსახურება არის დიდი ეკლესია, წმინდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარი, სადაც ის დღეს საპატრიარქოდან გადაასვენეს, თუმცა რა თქმა უნდა ეს არ არის ყველაფერი. ილია მეორე აღსაყდრებიდან დღემდე დიდ ყურადღებას უთმობდა საერთაშორისო ურთიერთობებს, ხდებოდა სახელმწიფოთა პირველ პირებს, კარგი დიპლომატი იყო თემურ ყვითელაშვილიც ამბობდა უნახავს რა ის სუფრასთან სახელმწიფოს პირველ პირებთან და საერთაშორისო მნიშვნელობის სტუმრებთან 1978-1983 წლებში კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე იყო ეკლესიათა მსოფლიოს საბჭოს პრეზიდენტი. ამავე დროს ის მრავალი ჯილდოს მფლობელია. უწმინდესი დაჯილდოებულია მსოფლიოს საპატრიარქოს ანტიოქიის, იერუსალიმის, ალექსანდრიის, რუსეთის, საქართველოს, საბერძნეთის, ბულგარეთის, რუმინეთის, პოლონეთის, ჩეხეთისა და სლოვაკეთის და თითქმის ყველა სხვა მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდოთ. ნიუ-იორკის სასულიერო აკადემიამ კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორეს ღვთისმეტყველების დოქტორის საპატიო წოდება მიანიჭა. ილია მეორეს არაერთხელ აქვს დაფიქსირებული ეკლესიის პოზიცია საქართველოს ევროსტრუქტურებში გაწევრიანების შესახებ. ის მხარს უჭერდა საქართველოსა და ევროპის თანამშრომლობას და ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას. აუცილებელია რა თქმა უნდა აღინიშნოს მისი შემოქმედება მუსიკაში, საეკლესიო გალობასა და ხატწერაში. ჩვენ კიდევ გავაგრძელებთ მის აი ამ ძალიან საინტერესო გზაზე საუბარს. სერგო ვარდოსანიძე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, თეოლოგიის დოქტორი, პროფესორი, უფრო მეც გვეტყვის აი ამ ნახევარსაუკუნოვან ღვაწლზე ილია მეორის, რომელსაც ჯილდოთ დევს უამრავი ადამიანის სიყვარული. ბატონო სერგო, მოგესალმებით, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. მართლაც როგორ შეძლო საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა და ამდენი ადამიანის ნდობა, სიყვარულით მოპოვებული ნდობა დაიმსახურა? პირველ ყოვლისა მინდა მიუსამძივრო სრულიად საქართველოს, მიუსამძივრო ყველას ეს დიდი
განსაცდელი რაც არის მისი უწმინდესობის და უნეტარესობის ილია მეორის გარდაცვალებით გამოწვეული. გასაკვირველია ის რასაც თქვენ ბრძანებთ, როგორ შეძლო პატრიარქმა ამ კითხვაზე პასუხს გვაძლევს თვითონ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის ერთი ძალიან საინტერესო მიმართვა, სადაც ასეთი რამ წერია. მადლმოსილება ერში თალკეული ადამიანების თავგაწირით მოდის. ეს ადამიანები თვითონ სანთელივით იყვებიან და ასე უნათებენ გზას ხალხს. და მისი უწმინდესობა სწორედ ამ 59 წლის მანძილზე სანთელივით იწოდა, შეიძლება ასე ითქვას და უნათებდა ქართველ ხალხს გზას ერთმანეთის სარწმუნოების სწორად გააზრებისა და გაგებისათვის. მისი სიყვარულის, მისადმი ნდობის მთავარი წყარო იყო ის, რომ პატრიარქი საპატრიარქოს კარები სანამ პატრიარქს შეეძლო, ღია იყო ყველა ადამიანისათვის. ყველას უსმენდა, ყველას ჭირისა და ხინის გამზიარებელი იყო. და ეს რასაკვირველია უწევდა მისადმი განსაკუთრებულ პატივისცემას და სიყვარულს. ანუ ყოველთვის, როდესაც ქართველი ხალხი იყო განსაცდელში, ის იყო ამ ხალხის გვერდით. აი, მე მახსოვს პატრიარქი 9 აპრილს. მე მახსოვს პატრიარქი და მისი როლი მძიმე 90-იანი წლების დროს, როდესაც სამოქალაქო ომი იყო გაჩაღებული. მე მახსოვს პატრიარქი, რომელმაც პირადად ამცნო საქართველოს იმის შესახებ, რომ სოხუმი დაეცა. მე მახსოვს პატრიარქი 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, როდესაც ის პირადად ქართველი ჯარისკაცების ცხედრების გადმოსვენების პროცესს ხელმძღვანელობდა. ანუ ეს იყო, რაც მის მიმართ სწორედ აი ამ დიდ სიყვარულს აღვივებდა შემდეგ მოსახლეობაში. ის ყოველთვის იყო იქ, სადაც ხალხს სჭირდებოდა? რასაკვირველია. სწორედ სწორად ძალიან სწორი აქცენტები გააკეთეთ. პატრიარქი, როგორც უცხოელი გამწრები, ყოველთვის იქ იყო, სადაც სჭირდებოდა ქართველ ხალხს. თვითონ ბრძანებდა, რომ როდესაც განსასწრულია, სწორედ პატრიარქი უნდა იყოს წინ და მან საკუთარ თავზე უნდა მიიღოს ის დარტყმა. კი ბატონო, კიდევ ასევე ძალიან საინტერესოა ის, რომ მან არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, ქვეყნის გარეთაც ძალიან დიდი ავტორიტეტი მოიპოვა და ამას ხატყობს არა მხოლოდ ის სამძიმრის წერილები და სამზადის მსოფლიო დელეგაციების მისაღებად, მისთვის პატივის მისაღებად, არამედ ზოგადად მისი როლი და მისი მნიშვნელობა ძალიან ასე თქვა დიდი საკითხების გადაწყვეტისას. ეს რამ განაპირობა, როგორ ფიქრობთ, რა ქონდა? აი თემურ ყვითელაშვილმა თქვა, რომ ძალიან კარგი დიპლომატი იყო, იმიტომ რომ ყოველთვის მეძახდა, როდესაც საპატიო სტუმრები ჰყავდაო და ვესწრებოდიო მოკლედ აი ამ ოფიციალურ თუ არაოფიციალურ ღონისძიებებს. პატრიარქმა ძალიან დიდი სკოლა გაიარა. მოგეხსენებათ 67 წელს, როდესაც იგი აღსაყრდნობდა საბჭოთა კავშირის ტოტალიტარული სისტემა, ისტორიული ქვეყანა და აქედან მოყოლებული მთელი ეს გზა განსაცდელებით იყო მოფენილი, მაგრამ მან როგორც მართლა შეიძლება ითქვას უბადლო ფილიგრანული დიპლომატიით განვლო ეს გზა ჩვენი ეკლესიის და ერის სამგებლო.
ბატონ სერგო, კიდევ ვიცით რა არის ძალიან საინტერესო, აი თქვენამდე ავთან დილგიუნაშვილიც იხსენებდა ერთ ეპიზოდს, რომ ოკუპანტიც კი პატივისცემით იყო მის მიმართ განწყობილიო და რაღაცა ეჭვი აქვს, რომ საერთოდ არ იყო მართლმადიდებელი ქრისტიანი. არის ასეთი შემთხვევები, როდესაც სხვა რწმენი, სხვა კონფესიის წარმომადგენლები ძალიან დიდ პატივს სცემენ მას. თუ არ ვცდები, არის ესეთი ამბავი, მისი შვილობილი არის ინგუში ბიჭი. თუ შეგიძლიათ უფრო მეტი მოგვიყვეთ ამის შესახებ? პირველ ყოვლისა გეტყვით, რომ მისი უწმინდესობა და უნეტარესობა არ მარტო იმ კონკრეტულ ერთ შემთხვევაში ინგუში ახალგაზრდის შესახებ შეიძლება ვისაუბროთ, ის როგორ დაუახლოვდა მის უწმინდესობას. მის უწმინდესობა პირად ძანებდა ხოლმე, რომ ჩვენ ოჯახშიო, ვლადიკავკაზშიო მოდიოდნენ ხოლმე ინგუშებიო. მამაჩემთან მეგობრობდნენო და ჩვენ რომ აქეთ ქრისტიანულად ლოცულობდითო, იმათთვისო სპეციალურად ოთახში იყო გამზადებული ხალიჩა, რომელზედაც ისინი ასრულებდნენ მაჰმადიანურ ლოცვებსო. და ეს ურთიერთობა მათ ჰქონდა ტრადიციულად. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია კიდევ ერთი რამ, რომ პატრიარქოს შესანიშნავად ითხოვდა, რომ საქართველოში ქართველები მარტო მართლმადიდებლები არიან მუსლიმი ქართველები და მათთან ურთიერთობა ამოწმებელი იყო. ასევე ქართველი თანამემამულები, აზერბაიჯანელები და ამათთანაც ურთიერთობა ყოველთვის ჰქონდა. მე არ შემიძლია არ გავიხსენო ამ 10 წლის წინანდელი ისტორია, სწორედ აღდგომის წინაპირა იყო, როდესაც მის უწმინდესობასთან ჩამობრძანდა აზერბაიჯანის ამიერკავკასიის მუსლიმთა საბჭოს თავმჯდომარე შეიხ ალ-ულ ისლამ ალ-აქტიფურ ფახაზადე. თავის ოჯახთან ერთად ის ბაქოში და მან ასე მიმართა პატრიარქს, რომ ჩემი შვილები ჩამოვიყვანეო, მინდა რომ თქვენ დალოცოთ როგორც წმინდა ადამიანმა. ამით გარდა 2001 წელს პატრიარქი ირანის ისლამურ რესპუბლიკაში იმყოფებოდა, ფერეიდანის ქართველებს შეხვდა. ალკე საკითხია კიდევ ქართველ ებრაელებთან პატრიარქის მეგობრობა და სტუმრობა იერუსალიმში, როცა ჩაბრძანდებოდა, ყოველთვის ქართველი ებრაელები მას განსაკუთრებული პატივისცემით ხვდებოდნენ და ეს ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ მისი უწმინდესობა უნდა არაჩვეულებრივი უნარი, რომ აი ეს ურთიერთობები ჰქონდა მათთან. ცივილიზაცია და დიალოგი, რომელიც მე-20 საუკუნის ბოლოს წამოიწყო ამერიკის შეერთებულ შტატებმა, მე ევროპამ და შემდეგ ამერიკაში გაგრძელდა საქართველოს უმასპინძლა ცივილიზაციის დიალოგის კონფერენციის მონაწილეები და ეს შევარდნაძის დროს მახსენდება ასეთი რომ პატრიარქი როცა ის გამოგზავნდა სიტყვით მეორე, მან დაიწყო რომ თუ ეხლა ჩვენი რელიგიების ხებას დაიწყებთ, მაშინ ეს დიალოგი ვერ შეიძლება. ჩვენ უნდა დაიწყოთ ისეთ საკითხებზე, რომელიც საერთოა ყველასათვის, რომელიც აკეთებს კაცობრიობას. და ასე შეკრა ამ კონფერენციის მონაწილე მართლმადიდებელი, კათოლიკე, სომეხი მონოფიზიტი, ახლა მიაფიზიტებს უძახიან ისინი თავს, თუ ისინი კონფერენციის მონაწილე. ძალიან დიდი მადლობა ბატონო სერგო გადაცემაში მონაწილეობისთვის. სერგო ვარდოსანიძე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, თეოლოგიის დოქტორი, პროფესორი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. ლაშა ჟვანია შემოგვიერთდა პატრიარქ ილია მეორის ფონდის ხელმძღვანელი. მოგესალმებით, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. მიიღეთ ჩვენგან გულითადი სამძიმარი, აი ამ ძალიან მძიმე განსაცდელის გამო, რომელიც დაუდგა ჩვენს ქვეყანას. ესე არასდროს გვისაუბრია ხოლმე რაღაცა საპატრიარქოს გარშემო მიმდინარე ამბებთან დაკავშირებით, მაგრამ უშუალოდ პატრიარქზე არასდროს არ გვისაუბრია. შეგიძლიათ აი დღევანდელი თქვენი სტუმრობა, თქვენ და პატრიარქის ურთიერთობიდან ამბების მოყოლას რომ დაუთმოთ.
მშვიდობიან საღამოს გისურვებთ თქვენ სამძიმე პერიოდში და მიიღეთ ჩემი სამძიმარი თქვენც და საქართველოში მაცხოვრებელმა ყველა ადამიანმა, იმიტომ რომ დღეს განსაცდელი და გლოვა შემოვიდა ყველა ოჯახში, ძალიან ბევრ ოჯახში, ძალიან ბევრი ადამიანის გულში და აქ არ არის განსხვავება მართლმადიდებელი ქრისტიანია, ეს ადამიანი ქართველია, ეთნოსით თუ ეროვნებით თუ ვინმე სხვა. რაღაცა სიცარიელეს დღეს უამრავი ადამიანი ხდებოდა და ამას მეუბნებოდა, რომ აი რაღაცა სიცარიელის განცდა დაეუფლა. ამ სიცარიელეს ჩვენ კიდევ ვიბრძნობთ. მომავალში ოღონდ ვერავინ ვერ გავზომავთ დღეს რამხელა იქნება ეს სიცარიელი, ისევე როგორც ვერავინ ვერ გაზომავდა 70-იანი წლების ბოლოს ახალი კათოლიკოს პატრიარქის არჩევის დროს ვერ გაზომავდა იმას თუ რამხელაზე გაიჭრებოდა მისი მოღვაწეობა და რამხელაზე გასწევოდა საქართველოს მასშტაბებსაც და მან ეს მოახერხა ჯერ კიდევ 80-იან წლებში სრულიად ახალგაზრდამ, რომ რეალურად საქართველოს, რომელიც მოკლებული იყო საგარეო ურთიერთობების დამოუკიდებლად წარმოებას, მან შეძლო და ის გახდა მსოფლიო ეკლესიათა საბჭოს თავმჯდომარე, რომლის შტაბ-ბინა ჟენევაში გახდათ. ის გახდა ერთადერთი ადამიანი, რომელიც საქართველოს დამოუკიდებელ საგარეო პოლიტიკას, საქართველოს მსოფლიო ელჩი კულტურულ დიპლომატიას, კულტურულ სახალხო დიპლომატიას აწარმოებდა აი იმ მარწუხების პირობებში, რაც საბჭოთა კომუნისტური პერიოდში ჰქონდა საქართველოს ეკლესიას. ყველანაირი ეროვნული ინტერესების გატანის მიზნით მიმართულებით თუ სხვა ნებისმიერის და მან შეძლო არა მარტო საქართველოს მასშტაბებით, ის ფართოსაც ვერ უწოდებს. იცით, როგორც როცა ადამიანი სულიერად აღწევს რაღაც გარკვეულ სიმაღლეებს, იქ მერე უკვე ჩარჩოები არ არის. აი ეს დოგმატებიც, რომლითაც ეკლესია 2000 წელია არის, ის წესები, ის ჩვეულებები, მერე არის ხოლმე რაღაც გაჭრები ამის იქით, ოღონდ ამ დოგმატის დარღვევით კი არა. უფრო მაღლა დგები ადამიანების მიერ შექმნილ რაღაც გარკვეულ წესებზე და უწმინდესმა ეს გააკეთა, აი მაგალითად ვიტყვი რას გულისხმობ. მაგალითად ზოგიერთი მართლმადიდებლური ისეთი სწავლების მიხედვით რაღაცა არის გარკვეული ისა, რომ თეატრალურ სანახაობებზე წასვლა გეკრძალება. საოპერო მუსიკა აკრძალულია. მან იმის ნაცვლად მეთქვა, რომ იცი რა, ეს აკრძალული კი არა, ეს კულტურაა და შენ ამის ნაწილი უნდა იყო და ეკლესია. მან დაიწყო საოპერო მუსიკის შექმნა. ის მიდიოდა ყველა შესაძლებელ დროს და შემთხვევაში მიდიოდა თეატრალური წარმოდგენის საყურებლად. ის იღებდა მსახიობებს, რომელიც აი რაღაც გარკვეული პერიოდი აკრძალული პროფესია იყო ეკლესიის მიერ. ის გაიჭრა, გაცდა იმ ჩარჩოებს, რომელიც დადგენილი იყო რაღაც სტიგმებს და ამით შეიყვანა ხალხში რწმენა. მის პატრიარქობის პერიოდში აი დღეს უფრო მეც საუბრობენ და ეს ბუნებრივია ხო მის შესახებ აი განსაკუთრებით ხაზგასმა ხდება ისეთ საკითხებზე რაც მანამდე შეიძლება იყო ყოველდღიურობის ნაწილი მაგრამ არ იყო ყურადღების ცენტრში და ეხლა მივაქცია მას ყურადღება რომ მისი პატრიარქობის პერიოდში საპატრიარქო გახდა ძალიან ტრანსპარენტული შეიძლება ეს გახსნილი ღია ყველასთვის ანუ ეხლა რასაც ყვებიან მოვისმინე ძალიან ბევრი ისტორია ცნობილი ადამიანების არაცნობილი ადამიანების რომ აი მივედი ბავშვით ხელში დავაკაკუნე საპატრიარქოს და ვუთხარი რომ პატრიარქთან მინდოდა შეხვედრა და ძალიან მალე ის აი ამ თხოვნის ავტორს უშუალოდ შეხვდა ესაუბრა და დაეხმარა კიდეც აი როგორ ახერხებდა ამ ყველაფერს რომ ყველასთვის ანაწილებდა დროს ყველასთვის შეეძლო რაღაცა ყურადღების დათმობა და ყველას სატკივარზე გასაჭირზე თუ თხოვნაზე რაღაცა საკუთარის გაზიარება შეიძლება ასე ითქვა სიტყვის სიყვარულის მზრუნველობის და კიდევ ერთს დავამატებ რისი მოწმეც მე ვარ წლების 10 წლებულების მანძილზე ის რომ ეხმარებოდა ადამიანს და ყურადღებას იჩენდა ვინმე სხვის ხარჯზე არ ხდებოდა ეს
თავად უშუალოდ არასოდეს მიგძნია რომ რამე მომკლებია მისგან იმიტომ რომ ის სხვას აქცევდა ყურადღებას. ის ყურადღება იქაც იყო და ყველას სწუდებოდა. იცით? ანუ ყველასთვის შეეძლო გადაენაწილებინა ეს საოცარი ნიჭი არის. აი, იცი რა, ერთი არის როცა სურვილი გაქვს და შენ ადამიანი გეგმავრო, შენ ასე უნდა იცხოვრო და ზრდი შენ თავს და ხვეწ შენ თავს, შენ ქმედებებს, საუბარს. ჯერ მარტო ის რა უნდა რომ ეს მისთვის შინაგანად მის შინაგანი კონსტიტუცია იყო მუდმივად პლურალურ ფორმაში ესაუბრა ადამიანებთან და ასე ასწავლა იშვიათი გამონაკლისის გარდა თუ ეს არ იყო ძალიან დახურულ წრეში შინაურულში რომ მას მიემართა ადამიანისთვის შენობით ეს არ იყო მაგრამ ამასთანავე ის ძალიან ახლობელი იყო შენი მიუხედავად აი ამ პლურალური ფორმის. თუმცა ხუმრობას კარგი იცოდაო. იუმორის გზნობა მსგავსი იუმორის გზნობა მე აი იშვიათად თუ მიგძვნია ხოლმე ადამიანებისგან და გუშინ წინაც კი შემიძლია ახლა ეს თქვა სავანტყოფოში სანამ ეს პროცედურა დაიწყებოდა გასტროსკოპიის და ჩარევით ჯერ კიდევ ჩაჩავას კლინიკაში ვიყავით კატეს გადაღების შემდეგ რომ გამოაბრძანეს და ოთახში შეაბრძანეს შევედი რა თქმა უნდა და პირბადე ჩამოვიწიე სახეზე რომ არ მეთქვა რომ პირდაპირ ვეცნე და უთხარი თქვენო უწმინდესობა შეგვაშინეთ მეთქი ძალიან და მოვედით ხო და გავუცინე ძალიან გამომხედა ძალიან ისეთი გაფართოებული თვალებით დიდი ხანი და მაშინ მიჩვეული ჩვენგანაც ძალიან მსუბუქად ის და მორიდებით ხუმრობას იქვე მამა დავით ჭინჭარავულმა უთხრა რომ ეთყობა თქვენო უწმინდესობა ამას რამე რომ შეშინებულისო და ბოლო წლებში აი ყველაფერმა ამან ასაკმაც და მას ასევე უკვე მოაკლო მიმიკის და გამოხატვის საშუალება მისი ეს ყველასთვის ცნობილი და საყვარელი ღიმილი საოცარი ეს გაღიმებული ეს თვალები მუდმივად მაგრამ ჩვენ მაშინ ვინც ვიყავით მასთან ერთად ვიგრძენით რომ მისთვის ეს იუმორი რა თქმა უნდა რომ მისაღები და ესეთი მისთვის უცხო არ იყო ეს იუმორი ეს ბევრი მაგალითი შეიძლება ისეთი მოიტანო მისი აი ეს იუმორთან დაკავშირებით და ახლაც სულ ვიხსენებთ ხოლმე მისი ამ საოცარი იუმორის გზნობას. კიდევ ერთი რა სად არის ფენომენი მისი აი თავისი ეს ყველაფერი რეგალიები რაც მას ჰქონდა საპატრიარქო რეგალიები ხო მიტრა პანაღია საპატრიარქო ტახტი მისი პირველობა მისი აი ეს ყველაფერი არასოდეს მისთვის პატივი არ იყო არასოდეს მისთვის გამამშვენებელი რაღაც არ იყო ის ამას ყველაფერს უდიდესი პასუხისმგებლობით ატარებდა და ამის მიღმა ამ ყველაფრის მიღმა ის იყო საოცარი თავმდაბალი დაახლოებით 15 წლის წინანდელს გავიხსენებ ალბათ 15-17 წლის წინანდელს მასთან ვახშმად ჩაიდავლიოთ უყვარდა ხოლმე ამის თქმა ვახშამს არ ამბობდა ხოლმე ჩაიდავლიოთ ნიშნავდა რომ უნდა გვევახშმა და იქ მუდმივად საუბარი იყო და საოცრად თრგუნავდა ხოლმე თუ რამე თრგუნავდა ეს იყო მისი ქება ძალიან მძიმე იყო თუ დალოცავდი ამას იღებდა აი ფართოდ სრულად და იგრძნობოდა როგორ ამ შენ დალოცვას ემორჩილებოდა თავს გიხრიდა როცა ლოცავდი ეს დალოცვა გულწრფელი უნდა ყოფილიყო ბუნებრივია და ამას თავდაბლად იღებდა მაგრამ ქება ძალიან უჭირდა ხოლმე და მე არ მახსოვს მომენტი წამი როდესაც ამ ქებას წაეღოს ის სადმე და იყო აი მღვდელმთავრები იყვნენ რომლებიც მისი სულიერი შვილები და ძმები ვართ ჩვენ ყველანი მის ხელში და ერთ-ერთმა მღვდელმთავარმა რომელიც მისი გაზრდილი არის რა თქმა უნდა მას უთხრა აი თქვენო უწმინდესობაო
აი ეს სამება, რომელიც თქვენ ააგეთ და რომელიც თქვენ აჩუქეთ ქართულ ხალხს და მსოფლიოს, აი ასე და რაღაც უწმინდესის 8 წელზე იყო აქცენტირება და მისი ქება იყო და საქებიც არის ამისთვის, ხო? მას ხო დიდი მოთმინება ქონდა ასევე, იტანდა ყველაფერს და მან მოისმინა ბოლომდე და თქვა ასეთი სიტყვები. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ რომ ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძრისთვის რომელიმე წმინდანის სახელი შეგვერჩიაო, ის ვერ აშენდებოდაო. მხოლოდ ყოვლადწმინდა სამებამ და მისმა მადლმა და ძალამ შეძლო რომ ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარი საქართველოს და მსოფლიოს აქვსო. ის თავისად არ იღებდა არასოდეს. მან მიგვინიშნა იქ ყველას აი ამ სიტყვებით რომ მე არა. ეს არის ღმერთი ღვთით რაც მოხდა და რაც გაკეთდა. ბატონაშა, ძალიან ბევრ ასე ვთქვათ, სასწაულთან მოდი გათანაბრებულ ამბავს ყვებიან. ვერ ხსნიან ბოლომდე რა იყო ეს, არ ვიცი, რაღაცა წინასწარმეტყველება, სწორი, ლოგიკური, არ ვიცი, დასკვნა მისი მხრიდან, მაგრამ ამბები მართლა ძალიან საოცარია. აი თქვენ თუ შეგიძლიათ ასეთი რაღაცა აუხსნელი, ხო? მიწიერისთვის, მიწიერი ყოფისთვის აუხსნელი ამბების გახსენება. ძალიან პირადი არის რაღაცეები, მაგრამ ალბათ უნდა გავიხსენო. 2010 წელი არის და არ ვიცი, ჩვევარი ადამიანის, როცა რაღაც მიჭირს ხოლმე, მიჭირდა ხოლმე რაღაც ისე ვერიდებოდი ხოლმე ამ პერიოდში. რაღაც პირიქით მქონდა ხოლმე სულ მუდმივად და რაღაც ერთი თვე არ გამოვჩდი მასთან და ეკონომიურადაც რაღაც ისე ცოტა რაღაც გარკვეული შემოსავლების პრობლემები, ეს არის პერიოდი, როცა ყველა ჩვენგანს აქვს ცხოვრების რაღაც ეტაპზე, როცა ხარჯი ჭარბობს, საჭირო ხარჯი ჭარბობს არსებულ შემოსავალს და ლურჯ მონასტერში მივიდა მაშინ მის წინამძღვარს მამა დავით ჩარაშენიძეს უნდა და ეჩვენებინა რაღაცები მიიპატიჟა მონასტერში და 2010 წელი არის და ლურჯ მონასტერში მივიდა, მეც მივედი იქ და შებძანდა დამინახა რა თქმა უნდა ეს დანახვაზე და ამ ყურადღების მიქცევაზე თითოეულზე კიდევ ვიტყვი ერთ ისტორიას მოვყვები თუ ფორმატი და მოგცემ საშუალებას, მაგრამ შორს ვიდექი საღამო იყო. მე ლურჯის მონასტრის მრევლს მომზადებული ქონდა ერთ-ერთ დარბაზში კონცერტი, რომელსაც ასევე დაესწრო და რო გამოვიდა პარაკლისის შემდეგ მე არ მივედი კურთხევაზე, შორს ვიყავი. და გამოაგზავნა ადამიანი, ჩემთან რომ უწმინდესი გეძახისო. მაგრამ მანამდე სანამ გამოდიოდა, მე გავიფიქრე, ეხლა უწმინდესმა ერთი თეთრი რომ მომცეს მეთქი, რამდენ პრობლემას ალბათ მომიხსნის, ხო რა? ჩემად გავიფიქრე, მეტი არაფერი არ მithქვას. ადამიანმა დამეძახა, მივედი, კურთხევა ავიღე, რატო არ მოხვედიო შენაო, სადახარო მითხრა და არ ვიცი მეთქი თქვენ უწმინდესობა, წამოდიო ჩამისვა მანქანაში. ჩაიდავლიოთ. წამიყვანა მანქანაში ჩამისვა შუა ბახშმის დროს ადგა და გავიდა. მე ახლავე მოვალ თქვენ ბრძანდებოდეთ. გამოაგზავნა დაახლოებით 5 წუთის მერე მისი მომსახურე მონაზონი დედა ალექსანდრა ხალხის თანდასებით მითხრა რომ უწმინდესი გიხმოვსო თავისთან. შევედი და უწმინდეს მომზადებული ქონდა კონვერტი 1000 ევროთი. ოღონდ კონვერტის გარდა ქონდა მომზადებული ბეჭედი, ეს დედასო და ასევე კულონი ეს მეუღლესო. უთხარით რომ თქვენ გაიფიქრეთ და მან თქვენი ფიქრები წაიკითხა. მე ვუთხარი. მე ვუთხარი თქვენ უწმინდესო იქ რო შეხვედით მეთქი, იმიტომ რომ არავინ არ იცოდა და არაფერი აბსოლუტურად საერთოდ. და
მე მოხდა კიდევ ერთი. მე წამოვედი და მეგობრებთან მივდიოდი და მე შეთანხმებულები ვიყავი და გავიარე პერუსკაის ქუჩაზე, რა თქმა უნდა, ეს ფული გადავახურდავ მაშინ. იმიტომ რომ ძალიან მჭირდებოდა რაღაც გასასტუმრები, ვალდებულებებიც ჰქონდა. და მეგობრებო მითხრეს რომ მოვუყევი, ეს უნდა შეინახო, მე ვთხარი არა უკვე გადავახურდა. მეთქი და ღამე გვიან კიდევ მირეკავენ საპატრიარქოდან. მაშინ მარანი ახალი დამთავრებული ქონდა საპატრიარქოში და იქ უყვარდა ხოლმე ღამე გვიან ჩასვლა. რა თქმა უნდა მივედი, დაახლოებით 12-ის ნახევარი იყო და მითხრა რომ მე ვიფიქრეო, ეხლაო ჩემი ფონდის ხელმძღვანელიო ირაკლი ქადაგიშვილიო პოლიტიკაში გადავარდაო და შენო აქეთ უნდა გადმოვარდეო. და ჩემი ფონდის ხელმძღვანელად მინდა დაგნიშნო. და ერთი სიტყვა უთხარი, ეს იყო აბსოლუტური მოულოდნელობა ჩემთვის. ერთი სიტყვა უთხარი, თქვენო უწმინდესობა არ შეგარცხვენთ მეთქი. და ხელი ძლიერად ლოყაზე მომადო და მითხრა მე ხო გიცნობ. თქვენ ხარ კიდევ ერთ ამბავს გავიხსენებ ყურადღების მიქცევაზე. 93 წელი იყო, ეს მოყოლილი გვაქვს ჩვენ ეს ამბავი. 93 წელი იყო, ორი მონაზონი, ეს არის დედა თეოდორა იღუმენია ბოდბის წმინდა ნინოს მონასტრის, მისი სულიერი შვილი, მისი გამოზრდილი ადამიანი, დედა ანასტასია გელაშვილი, რომელიც ახლა გერმანიაში არის მონაზონი და იმ პერიოდში ჯერ კიდევ მედიკო მახარაძე, რომელიც ახლა გახლავთ დედა ევგენია მახარაძე, იღუმენია, მივიდნენ იდეით, რომ იერუსალიმი მოელოცათ. ეს იყო კვირადღე გაზაფხული და საპატრიარქოს შენობაში, რა თქმა უნდა, და მან უთხრა ასეთი რამ, რომ იცით რა, შეიძლებაო, რომ წახვიდეთ, ოღონდ აქ ერთი ბიჭი არისო, სიონშიო, ლაშა ქვიაო. დღესო წირვაზე არ იყო, მაგრამ გუშინო ლოცვაზე იყო. მოძებნეთო, მესანთლეებს კითხეთო. ისინი მიგასწავლიანო, მოძებნეთო და თუ ის წამოვაო თქვენთან ერთად, მაშინ შეიძლება რომ წახვიდეთო. რას ნიშნავს ეს, რა მაგალითი არის? მან ზუსტად იცოდა ვინ როგორ იდგა წირვა ლოცვაზე და ვინ იყო. თვალებით გვეძებდა ხოლმე და უხაროდა თითოეული სიონში, როდესაც წირვას ყოველთვის ძალიან ბევრი ადამიანი ესწრებოდა და ესწრებოდა. 90-იან წლებში კი უკვე იყო. არა, ყოველთვის რა ვიცი, ყოველთვის იყო. და თუ დაუკვირდებით და კადრებს თუ შეხედავთ, როდესაც ის ჯვარს სახავდა ხოლმე, მრევლ სამბიონიდან, ის ძალიან დიდ ჯვარს გამოსახავდა ხოლმე. ხელი ჯერეს ვერტიკალს და მე აი წამოიღებდა ხოლმე. თლიანად ძალიან ნელა გადადიოდა. აი ამ ნელა გადასახვის დროს იყო სწორედ ის მომენტი, როდესაც ის უყურებდა ვინ როგორ იდგა, რა ხდებოდა. ის აკონტროლებდა სრულიად თლიანად. ის აი თლიანად ერთად ვიგალობოთ, ან ერთად ვთქვათ მამაო ჩვენო. ეს იყო მისი მიერ დამკვიდრებული ტრადიცია, რომ ეს აუცილებლად, რომ ეს ერთობა წირვის ბოლოს ჩვენ თითოეულ ჩვენგანს ეს გვეგრძნო. ან ის ტრადიცია, რომელიც სხვაგან არ არის ხოლმე ეკლესიებში, მაშინ როდესაც წამსის წინ იყარებოდეთ ურთიერთას, რათა ერთობით აღვიარებდეთ, სასულიერო პირები ემთხვევიან ერთმანეთს საკურთხეველში. მან გადაგვაყებინა და ჩვენ ერთმანეთს ვემთხოვოდით ხოლმე საეროვი, მაგრამ ერთი ის იყო, რამდენადაც მისგან გათამამებულები ვიყავით, ბავშვები და ყველაზე ისეთი ანცები მაინც ვიყავით, მან ძალიან ცოტა ხანში შეამჩნია ჩვენი ცოტა ისეთი ანცობა ტაძარში წირვის მერე. ჩვენ ვხვდებოდით ხოლმე ამბიონთან, როდესაც გამოდიოდა ის ცდილობდა, რომ ყველა დაელოცა და ხელს ადებდა ყველას. მე რო ჩაივლიდა ხოლმე შემოbrunდებოდა ჯვარს რო ჯვარს გადაიწერა და დალოცავდა ეს უნდა გასულიყო, ხვდებოდით ხოლმე სიონის გასასვლელში. და მე საპატრიარქო რეზიდენციაში რო შედიოდა ეზოშივე,
მერე ჩვენ გავდივდით ტაძრის უკანა ტაძრიდან მთავარანგელოს და პატარა ტაძრიდან და ხვდებოდით ხოლმე კიბეებთან ასასვლელთა და ამას ხო ხვდებოდა და ძალიან ეცინებოდა ხოლმე ამაზე ყველაფერს და იქაც გლოცავდა ხოლმე და ეს ჩვენ გვახარებდა გვიხაროდა ერთხელ დალოცვა და სამჯერაც ხო ამას ეს ახარებდა ხოლმე ძალიან და მერე იყო აი ნელ-ნელა რაღაც ეტაპებზე მერე უფრო ისე დავალებების მოცემა ოღონდ ისეთი ცირედის რომელიც შენ არ შეგაწუხებდა მაგრამ ბოლო პერიოდში იყო კიდევ ერთი რამ როდესაც იყო ხოლმე დღე როცა ჩვენ გამოსვლაზე მისგან ჩვენ გამოსვლაზე უფრო ადრე უწევდა რომ შესულიყო დასაძინებლად მე მithქვამს ხოლმე რომ დიდი მადლობა თქვენო უწმინდესობამ რომ ღირსი გავხადეთ რომ მთელი დღე თქვენთან ყოფილიყავით იმიტომ რომ ის ყოველთვის წუხდა ხოლმე თუ გრძნობდა რომ შეიძლება ჩვენ დავღლილიყავით ან შევწუხებოდით და ეს გრძნობა არასოდეს ქონია ამიტომ მაგრამ ეს აძლევდა მას უდიდეს სტიმულს როცა შენ მადლობას ეუბნებოდი მას რომ მასთან ყოფნის ღირსი ხარ და არა ის რომ შენ აჩვენებდი რომ ან დაიღალი ან რაღაცა დასასვენებლად წასვლა გინდა ეს იყო ძალიან დიდი და ბოლო წამებში სანამ მისი გული გაჩერდებოდა მე მას ვუთხარი ხმამაღლა ვინც იქ ვიყავით ყველასთან დასწრებით მოექიმებიც იყვნენ ჩვენთან ერთად მას ვუთხარი რომ მას უშვებთ მადლიერებით ღვთის წინაშე საყვედური არ გვაქვს სათქმელი ღმერთთან იმიტომ რომ ღმერთმა მოგცა ის დიდი შესაძლებლობა რომ ის ჩვენთან იყო ამდენი ხანი ჩვენ ვებრძოლეთ ღმერთს როგორც იაკობი ვეჭიდავეთ ღმერთს ეს დღეები და ეს წლები ეს პერიოდი რომ ვეჭიდავეთ ღმერთს მისი სიცოცხლისთვის მაგრამ ღვთისადმი დიდი პატივისცემით ისეთი პატივისცემით როგორიც გვასწავლა და როგორიც გაგვზარდა ჩვენ ეს ზღვარი ღმერთთან ურთიერთობის არ გადაგვილახია მაგრამ ვუთხარი მას რომ მაგრამ მადლიერებით ვუშვებთ ღმერთთან არ გვაქვს სამდურავი ღმერთთან და მინდა ყველას ვინც დამწუხრებულია ვისაც ბურთი აქვს დღეს ყელში სულ ცოტა ვინც ვერ ხედავს რაღაც მომავლის რაღაცას პერსპექტივას იმედს და ვინც სვავს კითხვას რა გვეშველება ეს დღეს ბევრჯერ გავიგე ეს ყველაფერი კარგად იქნება ეს მისი სიტყვებია მისი შთაგონება და რამდენჯერ ყოფილა რომ ჩვენ არ გვჯეროდა როცა ის გვეუბნებოდა რომ წყალი წავა წამოვა თავის საგუბარში ჩადგება და მართლა ყველაფერი კარგად შემოტრიალებულა შემდეგ ასეც ყველაფერი კარგად იქნება ბატონაშა ძალიან დიდი მადლობა იმისთვის რომ დღეს აქ იყავით და თქვენგან ეს ყველაფერი ჩვენ მოვისმინეთ მართლა ძალიან დიდი მადლიერებით აი თქვენ იქ იყავით და თქვენ პირადად გქონდათ შესაძლებლობა ეს გეთქვათ და დღეს როდესაც საკადრო ტექსტს წერდი ლიდათაც ჩვენს გადაცემას ესაწერია რომ მადლობა პატრიარქო და მშვიდობით ეს არის ყველაზე სწორი მიმართვა დღეს გზაში საპატრიარქოდან სამების ეკლესიის ეზომდე ძალიან ბევრჯერ გავიგე ეს შეძახილი მადლობა პატრიარქო ძალიან დიდი მადლობა ლაშა ჟვანიას საქართველოს პატრიარქის ილია მეორის ფონდის ხელმძღვანელი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი დღეს ძალიან ბევრ ამბავს ვკითხულობდი აი ხარბად ვიყავი დაწაფებული ყველაფერს და კიდევ ერთი ძალიან საოცარი ისტორია შემხვდა სოციალურ ქსელში ჩვენ დაუკავშირდით ამ ისტორიის ავტორს ექიმი ურჩა ნებიერიძე უნდა შემოგვიერთდეს და ის უკეთ მოყვება იმას რაც დღეს ძალიან ბევრმა ადამიანმა წაიკითხა რამდენადაც მე მივხვდი მან სწორედ პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ გაასაჯაროა ეს მართლაც სასწაულის ტოლფასი ისტორია ბატონოჩა მოგესალმებით მადლობა რომ დაგვრთანხდით რომ ჩვენს მაყურებელსაც გაუზიაროთ ეს საოცარი ამბავი და გისმენთ გამარჯობა. ნუ პირველ რიგში ეჭვი არ მეპარებოდა იმაში რომ
როგორც მორიგი და რაღაც ერთ-ერთ ამბად იქნებოდა ეს ამბავი მოხსენებული და ზუსტად ვიცოდი რომ ვიცი კიდევაც რომ ეს იქნება ათობით, ასობით და ალბათ ათასობით შემთხვევას ის რაც ხალხისთვის საზოგადოების ცნობილია და ალბათ თანდათან უფრო გამოაშკარავდება. თუმცა მე როგორც ექიმი კიდევ ვიძახი რაღაცნაირად ჩემგან ხო, ეხა ჩემს ირგვლივ და სამეგობრო წრემ რა თქმა უნდა ამის შესახებ იცოდნენ, მაგრამ ესე საზოგადოების ფართო მასებისთვის ნამდვილად არასდროს არ ჩამითვლია საჭიროდ რომ ამაზე მესაუბრა, მელაპარაკა, მაგრამ ეს იყო მოვლენა და შემთხვევა, რომელიც მთელი ცხოვრება გამყვება. ეს იყო კიდევ ვიძახი 2006 წელი, ანუ დღეს რო დავთვალე 20 წელი გასულა მის შემდეგ, როდესაც ჩემი ძალიან საყვარელი მეგობარი მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევაში, მან იმ დღეს მონათლა ჩვენი მეგობრის ბავშვი და ჩვენი სამეგობრო მოდიოდნენ ერთი მანქანით და სამწუხაროდ მოუვიდათ ავტოსაგზაო შემთხვევა, 5 ნისლენ, 3 მარტივად გადარჩა, 1 საშუალო დაზიანებით და ეს ადამიანი, რომელიც დღეს უბრალოდ მის ნებართვის გარეშე მაინც ახლა ბევრმა კი იცის უკვე გაჟღერდა, მაგრამ დღეს საკმაოდ ისეთი ცნობილი და მოთხოვნადი და საყვარელი მომღერალი ერთ-ერთ ანსამბლში. ეს ადამიანი ძალიან მძიმედ დაშავდა. იმ დონეზე მძიმედ, რომ პრაქტიკულად, იმავე ღამეს გაკეთდა გადაუდებელი ოპერაცია, იყო გართულებები უმძიმესი და ესე იგი მეორე დღეს, როდესაც დილას უკვე გავიგე და მეც მივედი ღუდუშაურის საავადმყოფოში, სადაც მაშინ რეზიდენტურას გავდიოდი, ნახევარი თბილისი მას ვინც იცნობდა, ყველანი იქ იყვნენ, არა იმიტომ რომ ეს იყო რაღაცა ცნობადი ოჯახის შვილი ან რაღაცა ისეთი, არა, ჩვეულებრივი თბილისური ოჯახის, რიგითი ოჯახის შვილი და წარმომადგენელი იყო, უბრალოდ როგორც ადამიანი იყო, არის და კიდე ღმერთმა დიდხანს გვიმყოფოს კარგად და მთელი ცხოვრება ერთად უნდა ვიყოთ, იყო უსაყვარლესი ბიჭი. ესე იგი, მაშინ ჩვენ ვიყავით რამდენი 23-24 წლისანები და მოკლედ ყველა ძალიან განიცდიდა და ამ დროს ეს ჩემი მეგობარი გარდა იმისა, რომ მაშინაც ქართულ ანსამბლში მღეროდა, ჩვენი სამედიცინო უნივერსიტეტის ანსამბლში, პარალელურად იყო ერთი რიგითი მგალობელი სამების საკათედრო ტაძარში. ოღონდ ალბათ ყველამ ვიცით რამდენი მგალობელია და ეხა კი მიუხედავად იმისა, რომ სულ გვესმის, რომ ყველას იცნობს, ყველასთან კარგად არ, ალბათ ხვდებით, რომ რამდენ ხალხზეა იქ ლაპარაკი, ხო? ესე ვთქვათ, ვინც ამ მსახურებაშია თუ გალობაშია თუ ასე შემდეგ. და მოკლედ იყო ერთ-ერთი რიგითი მგალობელი. იმ დღეს, როდესაც ეს ავარია მოხდა და რაღაცა, როგორც გავიგეთ, უთქვიათ უწმინდესისთვის, რომ აიო, ჩვენი ერთ-ერთი მგალობელი ავარიაში მოყვაო და ბოლო წუთებს ითვლისო რა და ძალიან შეწუხებულა. გასულა რამდენიმე საათი, ეს რა თქმა უნდა ამას მე არ შევსწრებოა, რაც გადმოცემით ვიცი და უთხოვია რომ მაჩვენეთო სახეზეო სურათიო მომიტანეთო რომელ ვიზია საუბარია. რომ უჩვენებიათ ისიერად უთხოვია რომ წამიყვანეთ კლინიკაში, უნდა მოვინახულო ეს ბიჭი. რომ დაიძრა კლინიკაში ხმარო, რაღაცა ვიღაცა გამოჩნდა, ვიღაცა მოიკითხა, მაგრამ ხმარო დაიძრა რომ უწმინდესი მოდისო, ახლა სიმართლე გითხრათ არავინ არ დავიჯერეთ, ახლა რაღაცა ჩვეულებრივად რიგითი, არც სასულიერო პირი იყო ეს ჩემი მეგობარი და არაფერი, ხო, ერთი რიგითი მგალობელი იყო და ამის გამო ახლა ამ შუაღამისას უწმინდეს საავადმყოფოში ცოტა წარმოუდგენლად გვეჩვენებოდა და ვაკეთებდით манипуляციას ცხვირის ძვლებზე, ესაჭიროებოდა ჩარევა და ზოგადად ეს ჩარევა არის ძალიან მტკივნეული და კეთდება რა თქმა უნდა სრული ანესთეზიით, გაუტკივარებით და ასე შემდეგ, მაგრამ ვინაიდან იყო კომატოზურ მდგომარეობაში და მძიმე მდგომარეობაში, მისთვის კიდე დამატებითი ნარკოზის მიცემა არანაირად არ იყო რეკომენდირებული და დავიწყეთ ეს ჩარევა ესე ვთქვათ, კომაში მყოფ პაციენტზე ისე, რომ თან ვაკონტროლებთ სასიცოცხლო მაჩვენებლებს, რომ ეხლა ის არც კონტაქტზე გამოდიოდა და არაფერი და დავიწყეთ ესე ღიად ამ სახიზვლების ჩასწორება. და ალაგ-ალაგ რაღაცა ხან ხელს გაანძრევ და ხან შეიძლება რაღაცა
ოდნავ რაღაცა მიმიკური კუნთი შეცვლოდა თუ ძალიან ძლიერი ტკივილი იყო. ეხლა არ მინდა დეტალებში გადავიდე. მოკლედ, აბსოლუტურად უგონო მდგომარეობაში იყო, იმიტომ რომ იმ ტკივილს და იმ ჩარევას ვერ გაუძლებს ვერავინ სახგონებაზე მყოფი ადამიანი. ამ დროს იღება რეანიმაციის კარები და აი რა ვქნა, ჩემი აღთქმა უნდა დავაფიქსირო. შემოდის როგორც შავი ღრუბელი. აი ისეთი გზნობა იყო, რომ თითქოს არ დადიოდა, აი მოცურავდა იატაკზე, შემოდის, მობრძანდება გალობლებთან ერთად, უკან უკვე მოყვება კლინიკის ხელმძღვანელი და სხვა ჯანდაცვის მინისტრი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და შემოდის საწოლთან, ეს იყო იმდენად წარმოუდგენელი კადრი, რომ აი ვერ აგიხსენებ. ეხლა რეანიმაციულ განყოფილებაში სადაც მიჩვეული ხარო უხალათოდ არავინ არ შემოდის და რაღაცა და სრული სიმკაცრე უცებ ეს რაღაცა შავი ღრუბელივით მოემართება და მაშინ მახსოვს რომ აი ხელები დაკავებული მქონდა და ჩავძახე ამ ჩემ მეგობარს რომ სახელით მივმართე და პატრიარქი მოვიდა შენ სანახავად მეთქი რა სანამ ახლოს მოვიდოდა და ამ დროს ხედავ რომ აი იცით რა არის ესეთი ისტორიები ზოგადად გადმოცემით ცოტა რთული აღსაქმელია, მაგრამ რასაც შევესწარი მე პირადად იმას ყვები და ვაძლევ თავს უფლებას მოვყვა. ახელს ეს ჩემი მეგობარი თვალებს და გაოგნებული მიყურებს, მოდის გონზე და რომ მოუახლოვდა უწმინდესი, ესეთი ძალიან თბილი ღიმილით, როგორ ახარ ეკითხება და უცებ ხედავ რეაქციას, ძალიან მიჭირს ესე უსახელოდ, მაგრამ პაციენტის რეაქციას, რომ ისა კარგად თქვენო უწმინდესობა იწრებს ლაპარაკს მეტყველებას მე ვიცოდიო რომ არ მოვკვდებოდიო და თქვენთან ერთადო იერუსალიმში გოლგოთაზე მოვხვდებოდიო სალოცავად აუცილებლად და მე მთხოვს რომ უხერხულად გზნობს თავს დაწოლილი და იქნებ წამომაჯინო ნუ აი ეს იყო სრულიად წარმოუდგენელი წამოვაჯინეთ ეს საწოლი გავასწორეთ წამოვაჯინეთ უწმინდესმა ნუ რაღაცა ესაუბრა თან აი ძალიან უშუალოდ ძალიან უბრალოდ რაღაცა ეხუმრა შემდეგ იგალობეს გალობლებმა გადაიხატეს პარაკლისი და გადასცა ხატი სიწმინდეებით რომელიც თავთან დაუდგით ამ ჩემ მეგობარს და შემდეგ ნუ აქვე აუცილებლად მინდა ვთქვა რომ მისი სისხლდა ხორცია მარინა ხუდუშაური რომელიც მაშინ ხელმძღვანელობდა ამ კლინიკას და რაღაცა კეთილად ისარგებლა ამ შემთხვევით და სთხოვა რომ ასევე ყავსო განყოფილებაში უმძიმესი პაციენტებიო განსაკუთრებით ერთი იყო რომელიც ნუ ალოგიკურად იყო ესე ვთქვათ საცოცხლო მონაცემები ესე ეჭირა და იქნებო იმათაცო თქვენიო მადლითო მიეხმაროთო და ნუ რა თქმა უნდაო და ჩამოიარა მთელი განყოფილება და ყველა აბსოლუტურად რაღაცა გადაიხადა პარაკლისი ეს გალობა იგალობეს და საბოლოო შედეგი იყო შემდეგი რომ ჩემი მეგობარი მესამე დღეს გადავიყვანეთ პალატაში და მეხუთე დღეს გაეწერა თავის ფეხით ბინაზე და აი ის უმძიმესი პაციენტი რომელიც კიდევ უფრო ალოგიკური იყო მისი სიცოცხლე მეორე დღეს იჭერს სატურაციას, ამუშავებს გულს და სადღაც 20 დღის თავზე მართალია ეტლით, იმიტომ რომ უამრავი მოტეხილობა ჰქონდა, ეტლით უკვე მიყავთ გერმანიაში სარეაბილიტაციო ოპერაციებისთვის. აი ამის მომსწრე და ამის დამნახავი მე თვითონ ვარ ძალიან ეხლა როგორც უფრო სამეცნიერო ნაწილის მიმართულებით მყოფ ადამიანს ძალიან მიჭირს ესეთი რაღაცეების როგორც მოყოლა, ასევე დაჯერება და აღთქმაც კი, მაგრამ ნუ არ შეიძლება ამის მომსწრე ვიყავით ძალიან ბევრი ხალხი და პრაქტიკულად ვიტყვი რომ მართლა მისმა ძალამ თუ იმ სასწაულმა რა ძალის მოზიდვასაც ამ ადამიანს და ამ მართლა უნეტარეს პიროვნებას შეეძლო ეს გამოიყენა და მივიღეთ ის შედეგი, რომ დღეს ეს ბიჭი არის ერთ-ერთი ყველასთვის საყვარელი მომღერალი და ძალიან ბევრ სიტყვას ავლენს და ასხივებს დღეს. ბატონოჩა, ძალიან დიდი მადლობა, რომ დაგვთანხმდით და ჩვენს მაყურებელსაც გაუზიარეთ ეს მართლაც ძალიან საოცარი და ამაღელვებელი ისტორია. ექიმ უჩანებიერიძეს უსმენდით, რა ვიცი, ამ დროისთვის სულ ეს იყო. ალბათ კიდევ არ ვიცი, ნახევარი საუკუნე კი არა, ერთი საუკუნე და საუკუნეები არ ეყოფა
იმ ამბების და ღვაწლის მოყოლას, რაც პატრიარქმა გააკეთა თავისი ქვეყნისთვის. ვემშვიდობებით ბატონო ჩას, მადლობა მას გადაცემაში მონაწილეობისთვის. ამ ეტაპზე მაყურებელსაც ვემშვიდობებით. ეს დღეები საქართველოსთვის გლოვის დღეებია და კიდევ ბევრს ვისაუბრებთ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქზე. შეიძინე ყველაფერი ერთ სივრცეში.